NASA-ში მომუშავე მარიო რანამ, რომელიც არის მოყვარული ასტრონომი, სატურნთან უცნობი ობიექტის სავარაუდო შეჯახება დააფიქსირა. ამის დასადასტურებლად მეცნიერების შეჯიბრებით საკმარისი მასალა არ მოიპოვებათ გარდა რამდენიმე წამიანი ფოტო-ვიდეო მასალისა, რის გამოც ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია მასთვის გამოსადეგია. სატურნი იუპიტერის მსგავსად აირისგან შედგენილი გიგანტური პლანეტაა, რომელსაც დიდი მასა აქვს. შესაბამისად, მისი გრავიტაციაც ძლიერია და ასტეროიდებს იზიდავს. ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ 1 კილომეტრზე მეტი ზომის ობიექტები სატურნის ატმოსფეროში საშუალოდ ყოველ 3125 წელში ერთხელ უჩინარდება. გამოთვლების თანახმად, სატურნთან პატარა ობიექტების შეჯახების სიხშირე წელიწადში 8000-ია. ამის მიუხედავად, დღემდე ასეთი რამ არასდროს აღგვიბეჭდავს. უკანასკნელი შემთხვევა შესაძლოა პირველი მსგავსი კადრი იყოს. რჩები სატურნის ორბიტაზე. სატურნის უდიდესი თანამგზავრი ტიტანი მზის სისტემაში სიცოცხლისათვის ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი ობიექტია, რომელიც ყინულქვეშა ოკეანეს შეიცავს. ახალი კვლევის თანახმად, იქ რომ მიკროორგანიზმები ბინადრობდნენ, მათი ბიომასა სულ რამდენიმე კილოგრამი იქნებოდა. ტიტანზე ენერგიისა და საკვები ნივთიერებების მიმოწვრის ციკლი შესაძლოა წყლის თითო litrში 1 უჯრედის ფერმენტაციისთვისაც კი არ იყოს საკმარისი. მის ზედაპირზე ნახშირწყალბადები -179 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე თხევადი ხდება და დიდი ზომის მდინარეებსა თუ ტბორებში გროვდება. საერთო ჯამში ის 5 სხვადასხვა შრეს აერთიანებს: მყარ ბირთვს, ექსტრემალური წნევის პირობებში წარმოქმნილ უჩვეულო ყინულის ფენას, მარილიან ოკეანეს, ყინულის საფარველსა და ატმოსფეროს. მეთანის ღრუბლებიდან ზედაპირზე ორგანული მოლეკულები წვიმის წვეთების ან მყარი ნაწილაკების სახით მუდმივად ხვდება. თავად ატმოსფეროს ზედა ნაწილში აზოტისა და მეთანის მოლეკულები მზის ულტრაისფერი რადიაციის გავლენით იშლება. სხვადასხვა კომბინაციით შეერთებისას კი მძიმე ორგანულ მოლეკულებს წარმოქმნის. ისინი ნახშირბადითა და ჟანგბადითაა მდიდარი. სატურნის თანამგზავრზე მიკრობები შესაძლოა ენერგიას გლიცინის გამოყენებით გამოიმუშავებდნენ და უჟანგბადო გარემოში ფერმენტაციას განიცდიდნენ. ეს არის ყველაზე მარტივი მეტაბოლური პროცესი. გლიცინი უმარტივესი ამინომჟავა, ანუ ცილების საშენი მასალაა. მისი წინამორბედები სამყაროში საკმაოდ გავრცელებულია. ისინი ასტეროიდებში, კომეტებში და ვარსკვლავებისა თუ პლანეტების მაფორმირებელ ღრუბლებშია. ტიტანის ოკეანეში ის მაინც მცირე ოდენობით დაგროვდებოდა. ამიტომ დიდ ბიომასას ვერ ეყოფოდა. აქედან ასკვნიან, რომ ამ ციური სხეულის ოკეანეში მთლიანობაში იმ მასის მიკროორგანიზმები შეიძლება იყოს, რომელსაც პატარა ძაღლს თუ შევადარებთ, წყლის თითო litrში 1 უჯრედზე ნაკლები. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ტიტანზე სიცოცხლის კვალის პოვნა თიბის ზვინში ნემსის ძიებას შეგვიძლია შევადაროთ. თანაც ეს ზვინი ჩვენგან 1,9 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.